გამარჯობათ, ჩემო გამომწერებო და არხის სტუმრებო. ეს გახლავთ ვიდეო თქვენთვის ნანობს თქვენს მიერ ჩაფიქრებული ადამიანი. თუ კი გყავთ ისეთი ვინმე, ვისაც ეს კითხვა მიესადაგება, შეეფერება, ჩაიფიქრეთ ესეთი ადამიანი, წარმოიდგინეთ ვიზუალურად როგორი არის, თქვით მისი სახელი გულში და დავიწყოთ. ვინ არის თქვენი ადამიანი? რათა ამოიცნოთ ეს ვიდეო სწორად აირჩიეთ თუ არა. თქვენი ადამიანი არის პროფესიონალი თავის საქმეში. ის არის ჯიუტი ხასიათით, ასევე მას შეუძლია სათავისოდ ნებისმიერი საქმის შემოტრიალება, მას აქვს თვისებები, უნარები ისეთი, რომ ასე ვთქვათ, შეუძლია ნებისმიერი საქმე შეასრულოს სუფთად, ასე ვთქვათ, ნებისმიერი სიტუაციიდან გამოვიდეს მშრალი, რაღაც თითქოს აი ასეთი არის, ძალიან სწრაფი გონების ადამიანია, ადამიანი, რომელიც ასე ვთქვათ, საფრთხეში თავს არასოდეს ჩაიგდებს. დაახლოებით ასეთია თქვენი ადამიანი. ვინც ამოიცანით ძვირფასებო, განაგრძეთ ნახვა. თუ სრულიად სხვა ხასიათის ადამიანია, სხვა თვისებების მქონე, რა თქმა უნდა, ეს ვიდეო არ არის თქვენზე. კარგით. ნახოთ, ვინ ხართ თქვენ ამ ადამიანისთვის, როგორ გხედავთ ის. ესე იგი, ჯერფასებო თქვენ შესაძლებელია, ასე ვთქვათ, მისი აზრით, რა თქმა უნდა, არ გსურთ მასთან ყოფნა, არ გსურთ მასთან თანაცხოვრება, თქვენ არ ღილავთ მასზე, არ განიცდით და ის ამ ყველაფრის გამო განიცდის ძალიან და ეჭვიანობს კიდეც. ეჭვიანობს, იმიტომ რომ მიზეზს რატომღაც ვერ ხვდება, რომ რატო არ გსურთ თქვენ მასთან. ვისთანაც ემთხვევა, შეგახსენებთ ძვირფასებო, განაგრძეთ ნახვა. ვინც ერთად ხართ და ხართ ძალიან ბედნიერები, რა თქმა უნდა, ეს ვიდეო არ არის თქვენზე. ვნახოთ, სანამ იმას ვნახავთ, რომ განიცდის, ანუ ნანობს თუ არა, ნახოთ მანამდე, თუ კი თქვენ არ გსურთ მასთან ყოფნა, მისი აზრით რასაკვირველია, მაინც რატომ ეჭვიანობს? იმიტომ რომ ის არ არის თქვენს გვერდით, ამ არკანების მიხედვით, თქვენ ის არ აირჩიეთ, ასე ვთქვათ, და თქვენ რაღაც მას მოატყუეთ, მისი აზრით ვირფასებო, არ ვამბობ, რომ ესეა მართლა. უბრალოდ ის თვლის ასე, რომ რაღაც მანიპულაციას მიმართეთ თქვენ. და ის ახლა არ არის ამიტომ თქვენს გვერდით. ან შეიძლება თქვენზე მოახდინა ვინმე მანიპულაცია და ამის შედეგად თქვენ უარი თქვით ამ ადამიანზე. მაგალითად, შეიძლება იყოს რაღაც ენები, ჭორები, შეიძლება თვითონ ამ ადამიანზე არავინ გეუბნებოდათ, რომ ან დაშორდიან, მიატოვე. უბრალოდ რაღაც ისეთი საუბრები იყო, საიდანაც თქვენ დაასკვენით, რომ ამ მომენტში უნდა აირჩიოთ საკუთარი თავი. რაღაც ამგვარია ძვირფასებო. კარგით, ვნახოთ, მოდით, რა ხდება ახლა თქვენს შორის. ესე იგი, ამდენი ამოტრიალებული კარტი ჩემს დასტაში მე არ მახსოვს
ძირითადად არასოდეს არ მოხდება ხოლმე ამოტრიალებული კარტები და ეტყობა ახლა ისე ჩავალაგე, რომ ამას ყურადღება არ მივაქციე. ესეც ნიშანდობლივია, რაც ხდება თქვენს შორის. ეს არის ის, რომ რაღაც ისე არ წავიდა, როგორც უნდა ყოფილიყო. რატომღაცა ამ მომენტში გზა შეფერხებულია, ამ მომენტში თითქოს კომუნიკაცია არა გაჩერებული, არამედ შეფერხებულია. ეს ხდება თქვენს შორის. არის უდიდესი მიზიდულობა ორივეს მხრიდან, თუმცა არ არის მოქმედება, არ არის კომუნიკაცია, არ არის სიხარული, არ არის ერთად ყოფნა. ეს ხდება ამ მომენტში. კარგით, ნანობს ისდავსვათ ეს მთავარი კითხვა დღევანდელი ვიდეოს. ნანობს რამეს ეს ადამიანი? ის არაფერს არ ნანობს ძვირფასებო. ის არის ძალიან ამაყი ადამიანი, ზოგადად ძალიან თავმოყვარე. ის თვლის, რომ ამ მომენტში შეიძლება რაღაც გაყინულია მდგომარეობა, თუმცა მას აუცილებლად მიეცემა შანსი, ის ამ შანსს ეგრევე გამოიყენებს. შესაძლებელია მან იმოქმედოს ნელა, თუმცა მისი მოქმედება იქნება სტაბილური. ამ მომენტში თუ მისი მხრიდან არის სიჩუმე, ეს იმას არ ნიშნავს, რომ ის თქვენზე არ ფიქრობს. არც იმას არ ნიშნავს, რომ რაიმეს ნანობს. ეს უბრალოდ იმის დასტურია, რომ ამ მომენტში მას აქვს სხვა პრიორიტეტები, რაც ეხება, ძირითადად საქმეებს. ესე იგი არაფერს არ ნანობს ძვირფასებო. საერთოდ, არ არის იმ სტილის ადამიანი, რომელიც ზოგადად რამეს ნანობს ცხოვრებაში. კარგით. დავსვათ მაშინ ასეთი კითხვა. რადგან ასეა, რატომ არის შეფერხებები ახლა თქვენთან კომუნიკაციაში? რატომ? იმიტომ, რომ პირველ რიგში თქვენ ხართ მისი საყვარელი ადამიანი, ეს უნდა იცოდეთ. ეს არის თასების დედოფალი. პირველ რიგში ის ძალიან განიცდის რაღაცას არა, განიცდის იმას, რომ თქვენ მის მიმართ არ ავლენთ სიყვარულს. თქვენ მის მიმართ სითბოს არ იმეტებთ თითქოს. მან იცის, რომ თქვენ გრძნობა გაქვთ, უბრალოდ არ აჩვენებთ, რადგან თქვენ არ გსურთ ილუზიები. თქვენ არ გსურთ, ასე ვთქვათ, ზედმეტი თავის ატკივება. თქვენ აშენეთ, ასე ვთქვათ, ბარიერი, რომ ის ვერ მოგიახლოვდეთ. რატომ? იმიტომ, რომ მისი საქციელი არ არის სერიოზული თქვენი აზრით. ის, ალბათ ზოგჯერ, რა ვიცი, ასეთი ხო არ იქნებოდა. ის ზოგჯერ არის არასერიოზული, არაადეკვატური. თქვენ რასაც მოელოდებით მისგან, ის ამას ვერ ამართლებს. ის იქცევა გაუცნობიერებლად. ამიტომ, რომ არ გაღვივდეს თქვენი გრძნობა, რომ არ გაღვივდეს თქვენს გულში ეს სიყვარული, თქვენ საერთოდ თავს არიდებთ. კარგით, იმოქმედებს რამეს ვნახოთ. რა თქმა უნდა, აუცილებლად იმოქმედებს ძვირფასებო, რატომ? იმიტომ, რომ უყვარხართ. ის არჩევანს გააკეთებს თქვენს სასარგებლოდ და აუცილებლად იმოქმედებს. შეიძლება ეს მოქმედება გავს მანიპულაციას, მოქმედება გავს რაღაც თავის წესებს, რასაც ის თვლის სწორად, თუმცა მაინც მოქმედება, რა თქმა უნდა, მოქმედება იმისათვის, რომ მოგიპოვოთ.